ministre des Affaires étrangères des pays de la Ligue a des répercussions pour la Géorgie. Nous avons bien progressé, en particulier, et de la sécurité. Pour notre sécurité. უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი დონის დიალოგს საქართველოსთან. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო შექმნილი კრიზისი გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ასევე მის რეგიონსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ნატო არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ ანექსიას. ასევე არ ვცნობთ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. ნატო იზიარებს ყველა ერის უფლებას გააკეთოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სუვერენული არჩევანი. დღეს კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ დიალოგს საქართველოსთან. საქართველომ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშ ვალდებულების გაზრდის მიმართულებით. მოუთმენლად ველით რეფორმირების პროცესის გაგრძელებას და ჩვენც გავაგრძელებთ დახმარებას ამ კუთხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი მას შემდეგ, რაც ის გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი თვის ბოლოს განეხილავენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება მომავალ სამიტზე. პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ჩვენ ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ბოლო წლების განმავლობაში, სადაც პრაქტიკულად ალიანსი მთლიანად შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი არა მხოლოდ დეკლარაციულად იქნება ასახული მომავალ სამიტის შეხვედრისას ბრიტანეთში, არამედ უკვე დაიწყება კონკრეტული ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ეს შეთანხმება, ეს კონსენსუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ უკვე მომავალი სამიტის შემდეგ დავინახოთ რეგიონში უფრო გაზრდა ნატოს წარმომადგენლობის და რაც მთავარია და ჩვენი ქვეყნისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაც.